რატომ ჩერდება წონის კლება დიეტის დაწყებიდან დაახლოებით 3-4 კვირაში? ალბათ შენც შეგიმჩნევია, ხო იწყებ რაღაცა მორიგ დიეტას, პირველი პერიოდის მანძილზე კარგად მიდის ყველაფერი, იკლებ კიდევაც ყველაფერს ატყობ, მაგრამ 3-4 კვირაში წონა ჩერდება, ეს გვაძლევს დემოტივაციას, მე იმატებს ჩვენი მადა, უკვე ვეღარ ვაკონტროლებთ თავს და ორმაგ ჭამას ვიწყებთ და ორმაგად ვიმატებთ. ნახე, პირველი 3-4 კვირა ორგანიზმიდან შენ რო ჭამას უკლებ, ძირითადად გადის ის ნარჩენები და სიბინძური, ანუ ბინძური სითხე, კუჩი ნარჩენები და იცლება ორგანიზმიდან, მაგიტო იკლებ წონას, ანუ შენ გონია რომ ვითომ კაი რამეს მიაგენი, მაგრამ ნებისმიერი დიეტითაა შესაძლებელი პირველი 3 კვირა, 4 კვირა წონის დაკლება, იმიტომ რომ იქ ცხიმი ძირითადად არ მიდის, ძირითადად სუფთავდება, იწმინდება ორგანიზმი ნარჩენებისგან და ბინძური სითხისგან და ასე შემდეგ და მე იმიტომ არ მიდის წონა, რომ შენ კვება არ გაქვს დაბალანსებული. მალევე გიჩერდება ეს კლება, იმიტომ რომ ვერ იკვებები ისე როგორც საჭიროა და ეს დემოტივაციას გაძლევს, მერე მადაც იზრდება, იმიტომ რომ გამოფიტულია ორგანიზმი, ორმაგ ჭამას იწყებ და ორმაგად იმატებ. ამიტომ მონოდიეტებს, რაღაცა ძალიან შიმშილებს და კაცრ დიეტებს ერიდე, გირჩევ დააბალანსე კვება, რომ თავიდანვე დაიწყოს სწორი პროცესი და ბოლომდე მარტივად მიიყვანო.